როგორ შევქმნათ ბედნიერი ოჯახი? შეკითხვით დავიწყებ. როგორ გამოვაცხოთ გაფუჭებული ფქვილისგან და გაფუჭებული ყველისგან კარგი ხაჭაპური? როგორ ავაწყოთ გაფუჭებული დეტალებისაგან კარგი გამართული ავტომობილი? არც როგორ. თუ გვინდა ბედნიერი ოჯახური ცხოვრება, ჯერ ბედნიერება უნდა მოვიხოჭოთ ჩვენ თავში. მარადიული უბედურების მატარებელი ადამიანი ეს არის აი როგორც ვირუსი ატაროს. ვისთანაც ურთიერთობაში შევა, თავის ავადმყოფობას გადაძდებს, შეიძლება მოკლას კიდევაც დაღუპოს თავისი ამ ავადმყოფობით. მარადიული უბედურება ეს არის ცოდვა. ცოდვილი ადამიანი არ შეიძლება რომ ბედნიერი იყოს. უფალი რომ მოვიდა, დატოვა სწავლება, როგორ გავხდეთ ბედნიერები. თქვენ ყველას გაგიგიათ, ნეტარიყვნენ გლახაკნის სულითა, ნეტარიყვნენ გლოვარინი გულითა. უფალს არ უთქვია, რომ ბედნიერები იყვნენ ფულიანები, ჯამრთელები, ლამაზები, ცოლშილიანები, გავლენიანები, პოპულარულები. აი ვინმე მანქანაზე რო გითხრათ, რომ ძრავა გაფუჭებულია, გადაცემათა კოლოფი ჩაშლილი, სავალი ნაწილები მორყეული, მანქანა ჭაობიდან ამოიღეს, ამიტომ ჟანგიანია, მაგრამ ისე კარგი მანქანა არისო. თქვენ ხო გაგეცინებათ, ესე იგი მატყუებს და არცა წითლდება. აი ზუსტად იგივე ხდება ხოლმე, როცა ადამიანს აქვს ასეთი რწმუნება თავის თავში, რომ მართალია ამპარტავანია, მართალია რომ რუშია, ფულზეა გართულება, შურიანია, თავნება, ასეთია, ისეთია, მაგრამ არის კარგი ადამიანი. როგორ არის ასეთი თვისებების მატარებელი ადამიანი კარგი? თუ ადამიანი ასე გარდაიცვლება, ჯოჯოხეთში მიდის. და ჩვენ გვაქვს ხოლმე პრეტენზია, რომ ასეთი თვისებები ვატაროთ და მაინც ვიყოთ ბედნიერები. ბავშვობიდან გვეჩვენება ხოლმე, რომ ბედნიერების კომპონენტია დიდი სახლი, ფული, ლამაზი ცოლი, ძვირფასი მანქანები. ჩვენი უფროსი თაობის წარმომადგენლებიც იგივე ტყუილებს გვასწავლიან ხოლმე თავისი სიტყვით და საქმეებით. და მერე ირკვევა ხოლმე, რომ მოთმინება არ შეგვიძლია, სიყვარული არ შეგვიძლია, ჯვრის ტარება არ შეგვიძლია. თურმე თავისი თავის ხალხი ვართ და მარტო მაჭამე, მომეფერე, დამამშვიდე, ასე შემდეგ. ადამიანები ვქმნით ხოლმე პრობლემებს და მერე ამ პრობლემებს ღმერთს ვაბრალებთ, რომ ეთყობა ღმერთს ესე უნდოდაო. თუ გინდათ ბედნიერი, ლამაზი ცხოვრება, სახარება უნდა ვისწავლოთ, დავიმახსოვროთ და რაც იქ წერია გავაკეთოთ ხოლმე. სახარებაში მოქმედებს ღმერთის მადლი, ღმერთის ენერგია. ეს ენერგია განსმენ ჩვენს გონებას, დაგვაბრუნებს რეალობაში, მოგვიტანს სიხარულის განცდას. მადლმოსილი სიხარული არ არის დამოკიდებული იმაზე, ფული გვაქვს თუ არა, ცოლ-შვილი გვყავს თუ არა, მანქანა გვაქვს თუ არა და ასე შემდეგ. და თუ თქვენ გახდებით მადლის მატარებელი ადამიანები, მადლმოსილები თუ გახდებით, მერე ვისთანაც ურთიერთობაში შეხვალთ, იმასაც ბედნიერებას მიანიჭებთ. ცოდვას კი არ გადაზდებთ, უბედურებას კი არ გაუზიარებთ, არამედ სიხარულს. და გეცოდინებათ, რომ უღმერთო ადამიანებთან ურთიერთობაში არ უნდა შეხვიდეთ. აი კარგი გოგოა, ლამაზია, კარგი ოჯახის შვილია, მშვიდია, ტკბილია, ოღონდ აი ღმერთი იქ სადღაც თავისთვის არის. აი ნახავთ, როგორი კარგი გოგო იქნება. ღმერთმა დაგიფაროთ, ღმერთმა გაგახაროთ,
ერთად აგლოცოთ.